გამარჯობა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით მათ, ვინც ახლა შემოგვიერთით. რადიო იმედის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას 16 საათი 14 წუთი გახლავთ და სტუდიაში პარტია ხალხის ზალის წევრს პოლიტოლოგს კალბატონ თამარ ჩიბუდანიძეს მასმენძლობთ. გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა მისალმებით თქვენს მაყურებელს. გმადლობთ. კალბატონ თამარის ჩვენთან სტუდიაში ყოფნით და მისი ანალიტიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე მე ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენთან დიალოგს დავიწყებ გლობალური მიმდინარე პროცესების მიმოხილვით და შემთხვევით რა თქმა უნდა ბოლოსკენ უკვე ჩვენთან არსებულ რეალობასაც გამოვეხმაუროთ. ერთის მხრივ ეს არის გლობალური საკითხი, რაც ირანში მიმდინარეობს, თუმცა ეს რეგიონულ ჭრილში ჩვენთან ძალიან ახლოსაა და ამიტომაც ორმაგად გვაღელვებს. პირველ რიგში საინტერესო იქნებოდა თქვენი მხრიდან შეფასება პერსპექტივისა. ჩვენ ვხედავთ, რომ დაბომბვის რეჟიმიდან ახლა ცოტა სხვა რეჟიმზეა ყველაფერი გადასული და მიუხედავად შესაძლებლობისა თითქოს რომ მოლაპარაკების რეჟიმში გამოჩენილიყო ახალი შესაძლებლობა კომუნიკაციისა თუ თანაცხოვრებისა, ჩვენ ნახეთ რომ ბოლოს ეს მოლაპარაკების პროცესის გაჩერდა და ტრამპის ადმინისტრაციამ ახლა აქცენტი გააკეთა ბლოკადის მექანიზმით ირანელებზე ზეწოლის თვალსაზრისით და ეს ყველაფერი შემდეგ რა თქმა უნდა ეკონომიკურ ჭრილშიც კიდევ უფრო მკვეთრი ხდება და ამ ხრივად საინტერესოა გლობალური პროცესები. და პარალელურად ჩვენ აქეთ ვხედავთ იგივე ეკოლოგიური კატასტროფისკენ მიმავალ რეალობას, რაც ტუაფსეშია, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ჭრილში. ჩვენ რეგიონულ გეოპოლიტიკურ ჭრილში, სამეზობლო სივრცეში როგორ პერსპექტივას ხედავთ და ჩვენი როლი გასაგებია და რთულად ახმადიც არის ამ სიტუაციაში ვარირება, თუმცა რა პერსპექტივას ხედავთ, ვარაუდობთ ანალიზი თუ შეგიძლიათ შემოგთავაზეთ. დიახ, მდგომარეობა თანამედროვე მსოფლიოში ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საკმაოდ დაძაბულია, ძალიან რთულია თქვენ წარმოიდგინეთ. იმდენად ჩიხში არ არის შესული სიტუაცია, ღმერთმა დაგვიფაროს რომ ჯერ იმ ზომამდე იყოს მისული პროცესები, თუმცა თუ კი ვთქვათ ეს კვანძები მალე არ გაიხსნა, შესაძლებელია ეს პროცესები შევიდეს ჩიხში. რა ართულებს მოლაპარაკებას და რა აჩერებს ამ როგორ გითხრათ გამანადგურებელ ომს ირანში. მე სანამ ამ თემას დავიწყებდე უკრაინა ახსენეთ და უკრაინის ხსენებაზე და ამ ძიმე სიტუაციაზე გამახსენდა გუშინ მკითხულობდი საერთაშორისო პრესას და იქ ეწერა რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველაზე ძვირადღირებული მანქანები და ყველაზე ბევრი რაოდენობით სწორედ უკრაინაში არის შეყვანილი და გაყიდული. ანუ უკრაინელებმა შეისყიდეს და ეს იყო ჩემთვის გამოუგნებელი ინფორმაცია და საუბარი იყო ბენტლზე და ესეც ძალიან ძვირადღირებულ მანქანებზე, რომლებიც შეისყიდეს. ახლა უკრაინაში რიგითი მოქალაქეები ალბათ ამის შემსყიდველები არ იყვნენ, საწუდავები ომის ქარცეცხლში არიან, მაგრამ თუ ვინ შეისყიდა და ვის აქვს დღეს ის უზარმაზარი კაპიტალი, რაც ქვეყანაში შეედინება ომის გამო, ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ეს უბრალოდ სხვა რომ არაფერი ვთქვათ სირცხვილია. კარგით, ეს განჩინებისთვის დაუტოვოთ უკრაინელ ხალხს, თვითონ გადაწყვიტონ თავიანთი ხელისუფლების ბედი, მაგრამ ჩვენ ვხედოთ ჩვენს ქვეყანას და ვისაუბროთ იმ გლობალურ პროცესებზე, რომლებიც პირდაპირ გვეხება. თქვენ წარმოიდგინეთ, თუ კი უკრაინის პროცესები და უკრაინის ომი, ისიც ჩვენი რეგიონია, ირანის თემაც ჩვენი რეგიონია, ერთი რეგიონი ვართ და აქედან გამომდინარე უკრაინის ომი გვეხებოდა იმდენად, რამდენადაც ჩვენზე იყო მთელი ზეწოლა, რომ ჩვენც ჩავრთულიყავით, ანუ რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციები მოგვიწყდა რუსეთს, აქაც გაიხსნა ცეცხლი, ანუ აქედან ყოფილიყო მეორე ფრონტი გახსნილი, ჩვენ ამ ზეწოლას გაუძელით, შევინარჩუნეთ მშვიდობა და ამ ხრივ იყო ჩვენთვის ძალიან საშიში უკრაინის ომი, დღემდე საშიშია, სანამ არ დასრულდება უკრაინის ომი, სანამ არ შედგება მოლაპარაკება და რაღაც კონტურები გამოჩნდა ამის, თუმცა ჯერ ვაჭრობენ. სანამ ეს არ დასრულდება, მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ ის საფრთხე, რაც იდგა საქართველოს წინაშე დგას და იდგება, სანამ ეს ომი არ დასრულდება მოლაპარაკებით. ეს საფრთხე არ გამქრალა ქვეყნიდან. რაც შეეხება უკვე ამ საფრთხის კიდე გაორმაგებულ საფრთხეს უკვე სამხრეთიდან, ირანიდან, ისიც ჩვენი რეგიონია.
ირანის თემა თქვენ წარმოიდგინეთ, კიდევ უფრო რთული თემა არის საქართველოსთვის და რატომ? იმიტომ რომ ამერიკა ეძებს პლაცდარმს, საიდან შეიძლება შეუტიოს ყველაზე კარგად ირანს, ხომ? მათ აქვთ ძირითადად არაბეთში თავიანთი სამხედრო ბაზები, რომელსაც ყოველდღიურად ბომბავს ირანი და ამ მხრივ ალბათ საქართველოს და პირადად ალბათ ბატონ ბიძინას ქართველი ხალხისგან ნამდვილად ეკუთვნის კიდევ ერთი მადლობა იმისთვის, რომ საქართველოს გასული წლების განმავლობაში არ მისცა არც ერთ ქვეყანას პლაცდარმად იმისთვის, რომ ქვეყანა ცეცხლში არ გახვეულიყო, ანუ ჩაურევლობის პოლიტიკური სტატუსი და პრინციპი შეინარჩუნა. რაც შეეხება ამერიკა-ისრაელი ირანის ომს, ამ ომის დასრულებას ჯერ ალბათ დრო დაჭირდება, მოლაპარაკება ასე მარტივად ვერ შედგება, რადგან აქ არ არის მხოლოდ სამი ქვეყნის ფაქტორი: ამერიკა, ისრაელი და ირანი. ჩვენ ვიცით, რომ ირანის უკან ღიად არა, მაგრამ შეფარვით, თუმცა არც დაუმალავთ თავიანთი პოზიცია, დგას რუსეთი, დგას ჩინეთი, უზარმაზარი ჩინეთი და მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ამერიკისთვის რუსეთი ანგარიში გასაწევია იმდენად, რამდენადაც რუსეთთან მას სჭირდება, ტრამპს სჭირდება მოლაპარაკება, რომ დაასრულოს უკრაინის ომი, რუსეთის თანხმობის გარეშე ამას ვერ შეძლებს, რუსეთი აქ გადამწყვეტი ფაქტორი და რაც შეეხება ირანისთან დაკავშირებით, რუსეთზე ბევრად უფრო ანგარიში გასაწევი არის ჩინეთი, რომელმაც ღიად გააკეთა განცხადება, რომ თუ კი ეს ომი გადავა აი ამ სერიოზულ ომში, მაშინ ის დაიკავებს ირანის მხარეს და შესაძლოა იარაღითაც კი მოამარაგოს ირანი. და ჩვენ ვიცით, რომ მათ შორის აი ეს ღამე, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაათენა, ჩვენ გვახსოვს ტრამპის მუქარა ირანელების მიმართ, რომ ის გადაულიდა მთელს ირანს და ირანელმა ხალხმა შეშველი ხელებით შეძლო თავიანთი ქვეყნის გადარჩენა იმ ღამით, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო ფეხზე დადგა და ჩვენ გავიგეთ, რომ სწორედ ჩინეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც ითამაშა ძალიან დიდი როლი, შუამავლის როლი და მან მედიატორის როლი და მან შეძლო ამ ძალიან საშიში და ძალიან ძლიერი დაპირისპირების თავიდან აცილება. ვნახოთ, როგორ გადაწყდება მათი მოლაპარაკება. ყოველთვის ვამბობთ და დღესაც ვიტყვი, რომ პოლიტიკის მიღმა დგას ეკონომიკა. რეალური პოლიტიკა ეს არის ეკონომიკა, ეს არის ციფრები, ეს არის ვაჭრობა, ეს არის ბიზნესი, ხოლო პოლიტიკა არის ამის თეორია, შეფუთვა უბრალოდ, მხოლოდ ეს არის. ბატონო თამარ, თქვენ ისნებართვით ეკონომიკურ ნაწილს დაუბრუნდებით, უბრალოდ დღეს ჩვენ საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის ეს პომპეზური აღნიშვნა გვაქვს და საქართველოს პირველი პირები იმყოფებოდნენ და მათ შორის იყო საინტერესოა და საგულისხმოა ბატონ შალვა-პოპოეშვილის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის და ჩვენი მთავარი ძალა არის წინასწარ საფრთხეების შეცნობაში და უსაფრთხო გარემის შენარჩუნებაში საქართველოს მასშტაბით და რეგიონში ზოგადად. მე სანამ ეკონომიკურ ჭრილზე გადავალთ, უსაფრთხოების ასპექტში თუ შეგიძლიათ გითხრათ, რამდენად გვრჩება იმის და მე მგონი ალბათ ახლა უფრო მეტად გვრჩება იმის სივრცე, თუ ეს ასე ჩანს და რეალურად არ არის, იმის მოქნილობის საშუალება და სივრცე, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეს უსაფრთხოების ჭრილში ეს ნეიტრალიტეტი, რომელიც პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, რომელსაც ფაქტობრივად ვაწარმოებთ დღეს. მეზობლებთან ურთიერთობაში და პროცესებში ჩაურევლობაზე. დიახ. მე ვფიქრობ, რომ დღეს კიდევ უფრო მეტი შანსი გვაქვს, დღეს კიდევ უფრო მეტად დიდი რეალობა არის იმის, რომ ის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, რასაც ხელისუფლება უკვე აწარმოებს საგარეო პოლიტიკაში, რომ ეს ხაზი იქნეს შენარჩუნებული და რატომ? იმიტომ რომ იმ სახელმწიფოებმაც მიხვდნენ, იგივე ამერიკა, თქვენ გონი დამერწმუნეთ, ევროპაც მიხვდა, უბრალოდ ჯერ თავისას არის, მაინც ბოლომდე იბრძვიან, რომ იქნებ რაღაც შეძლონ, ასევე ჩრდილოეთ ქვეყანა, ასევე ყველა მხარე, ანუ ყველა გლობალურ პოლიტიკაში ყველა მიმართულებით ჩვენ რასაც ვსაუბრობთ, რომ უნდა იყოს დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძელით, რომ მრავალვექტორული საგარეო დიპლომატია ვაწარმოოთ მსოფლიოს მასშტაბით და ამ მრავალვექტორული დიპლომატიის წყალობით შევძლოთ აი სწორედ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნება. რა არის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი? პოლიტიკური ნეიტრალიტეტი არის ის ფორმა, ის სტატუსი, ის მდგომარეობა ქვეყნის, როდესაც შენ სახელმწიფოებთან მრავალვექტორულ დიპლომატიას აწარმოებ. აი ეს არის ყველაზე მთავარი, არ ერევი სამხედრო ძალით
არც ერთი ქვეყნის სამხედრო მოქმედებებში და არ აყენებინებ მეორე რაც მთავარია შენს ტერიტორიების გამოყენების უფლებას არ აძლევ. საფრთხე არ გამქრალა არ გამქრალა და არა საფრთხე არ გამქრალა. ამ ნიშნულში ჩვენი თავი შენარჩუნებისა. ნახეთ როგორ არის საფრთხე არ გამქრალა იქიდან გამომდინარე რომ იგივე ძალები ისევ ცდილობენ. ეს არის უკვე ევროპა, სადაც AMD-ის დამჭრილოვანი მმართველები არიან ეს კარგად ჩამწყვდარნი და რომლებიც არ აძლევენ გასაქანს უკრაინას რომ ეს ომი როგორმე მოლაპარაკებაზე გავიდნენ, მათ არ აწყობთ მოლაპარაკება და მშვიდობიანი დასრულება ამის. გუშინდელი საინტერესო რომ ზელენსკი სავარაუდოდ წელავს და ეს ომი უფრო არ უნდა მორჩეს ვიდრე ირანის. რა თქმა უნდა, კი, თუ უკრაინის ომი არ დასრულდა, ირანის ომი არ დასრულდება. არავითარ შემთხვევაში ირანის ომი არ დასრულდება უკრაინის ომის დასრულებამდე, იმიტომ რომ უკრაინის ომის შეთანხმება და მოლაპარაკება ბევრ რამეს გადაწყვეტს ირანის ომში და მე ეჭვი მაქვს, რომ სწორედ იმიტომ წამოიწყეს ირანის წინააღმდეგ ომი ამერიკა ისრაელმა და ხლა ეს ფაქტია რომ მათ დაიწყეს ხოლმე ეს ომი რომ მათ დააჩქარონ უკრაინის თემები და უკრაინის ომის დასრულება ანისე იმიტომ რომ ეს არის სავაჭრო თემა იყო ირანში ცეცხლის გახსნა უკვე სავაჭრო თემა არის უკრაინის თემაში, იქ რუსეთი, აქ ევროპა და ასე შემდეგ. ჩვენ კიდევ არ ვიცით რა ხდება კულუარებში. ჩვენ ანალიზს ვაკეთებთ იმ ფაქტებიდან გამომდინარე, რასაც ვხედავთ. რა განცხადებებსაც ისინი აკეთებენ, თუმცა ჩემთვის პოლიტიკური ლიდერების განცხადება არ არის აპრიორი, იმიტომ რომ პოლიტიკაში შესაძლებელია განცხადებისთვის გაკეთდეს. მთავარია რა ხდება რეალურად. იქ ტრამპის განცხადებები ამის ტრამპის განცხადებები, ტრამპი დიდო სტატია საერთოდ, აი ესეთი მფრინავი მესიჯების სროლაში. მრავალფეროვანი მესიჯებით იმის იქით კიდე ის სხვა რამეს აკეთებს. აქედან გამომდინარე, უკრაინის ომი უნდა დასრულდეს ჯერ და შემდეგ ამას მოყვება უკვე მალევე ირანი. როგორ დასრულდება უკრაინის ომი და თუ კი გაიწელა აუცილებლად გაგრძელდება ირანის ომი, ოღონდ გადავა უფრო მძაფრ ფაზაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი უსაფრთხოების დაცულობა, სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცულობა ერთადერთ რამეზეა დამოკიდებული ხელისუფლების გონიერ ქმედებაზე. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს თავზეა დამოკიდებული. არც ამერიკაზე, არც რუსეთის, არც ჩინეთის, არც ევროკავშირის, არც სამხრეთის სახელმწიფოების ქმედებებზე არ არის ეს დამოკიდებული. თუ კი მანამდე ვამბობდით, რომ აი ჩვენი უსაფრთხოება გამომდინარეობს იქიდან, რა სიტყვის ამერიკა, რა სიტყვის ევროკავშირი, რა სიტყვის ნატო ან რუსეთი, არა. რას ვიტყვით ჩვენ თვითონ და როგორ მოვიმოქმედებთ ჩვენ თვითონ. თუ კი ხელისუფლება შეინარჩუნებს იმ კურსს, რა კურსის დღეს აქვთ მათ აღებული და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ეს არის მრავალვექტორული დიპლომატიით საგარეო პოლიტიკის მართვა, რაც არის ყველაზე სწორი გზა, ყველაზე სწორი კურსი საქართველოსთვის და ჩვენ ამაზე მრავალი წელია მე პირადად ყოველთვის საუბრობდი, თუმცა ამის შანსი საქართველოს არ ჰქონდა. ნახეთ რა ხდება ამ ჩვენ ეს პროცესები არ დაგვიწყია. ხო, გლობალურ პროცესებს საქართველოს ვერ დაიწყებს. ბუნებრივია, ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ, მაგრამ იმ დიდი სახელმწიფოების პოლიტიკურ თამაშებში, რასაც ქვია რუსეთ-უკრაინის ომი, ხო ვიცით რომ ეს პოლიტიკური სცენარია ერთ-ერთი. ასევე რუსეთ, ამერიკა, ისრაელი, ირანის, ესეც პოლიტიკური თამაშებია, ხომ? ამ თამაშებში ჩვენ წვლილი არ მეგვიწყვის. ჩვენ უბრალოდ ვიყენებთ ამ პროცესებს იმისთვის, რომ საქართველოს უსაფრთხოება კიდევ უფრო მეტად გამტკიცდეს. რით? იმით, რომ არ ვერევიწყვის სახელმწიფო სამხედრო ქმედებებში და რაც მთავარია, ყველაზე მთავარი რა არის? ახლა შესაძლებელია ჩვენი ძალა, სამხედრო ძალა არ იყოს გადამწყვეტი სხვა ქვეყნებშიც, პატარა ქვეყანა ვართ და პატარა ძალა გვაქვს, მაგრამ ჩვენი რა არის მიმზიდველი? როგორც უკრაინისთვის, ასევე ირანისთვის, აი ამ ომში, ჩვენი ტერიტორია, ჩვენი მდებარეობა, ხომ? ყველაზე მთავარია ეს არის, რომ ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას არც ერთ სახელმწიფოს, რომ ჩვენი ტერიტორია იქნეს გამოყენებული ამ ომებში ჩასართვლად, რომელიმე სახელმწიფოს სასარგებლოდ. არ აქვს მნიშვნელობა ამერიკა იქნება ისრაელი თუ ირანი, ან უკრაინა თუ რუსეთი. მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ნახეთ, არავის ამის უფლებას არ ვაძლევთ. როდესაც ხელისუფლება დგას ასე მტკიცეთ და ასე მყარად, რომელიც აი კიდევ ერთხელ კურსი არის ძალიან ძლიერი აღებული საგარეო პოლიტიკაში, მრავალვექტორული დიპლომატიით, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნება. აი ეს არის ერთადერთი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი და ჩვენი ხალხის მხარდაჭერა იმ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც შეძლო ამ კურსის შენარჩუნება. ახლა უსაფრთხოების ასპექტიდან გადავინაცვლოთ ალბათ ყველა პროცესის მნიშვნელოვან
ხერხემალზე, რასაც ეკონომიკა ქვია და გლობალური ეკონომიკა, თქვენ ამაზე საუბრობდით და მე შეგაწყვეტინეთ, გასაგები ხდება, რომ ირანში, მით უმეტეს ირანში მიმდინარე პროცესების ფონზე და ჰორმუზის ბლოკირების ფონზე ენერგეტიკული კრიზისი სულ უფრო მკვეთრი ხდება. და ადრე პირველივე დღიდან როგორც კი ჩვენ დაბომბვის კადრები ვნახეთ, პირველი ეფექტი და მოლოდინი ეს იყო, რომ ნავთობზე ეს ყველაფერი იმოქმედებდა ნავთობის ფასზე, მიუხედავად ტრამპის დაპირებისა, რომ არა ყველაფერი სწრაფად მოგვარდება და ასე შემდეგ და ასეთი სწრაფად მოგვარების პირობებს იძლეოდა კრემლიც უკრაინაში სამხედრო პროცესების დაწყებიდან და უკვე რამდენი წელი გავედე და ახლა არც აქეთ არის ჯერ დასრულებული და არც ვიცით როგორ იქნება. ამასობაში Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროზონაში ამ თვეში ინფლაცია მოსალოდნელზე მეტი იქნება და 3%-ს მიაღწევს. ეს ჩვენი მეზობელი სივრცეა, ეკონომიკური სივრცე ევროზონა, რომელთანაც მყარი ეკონომიკური კავშირები გვაქვს. თალსახად და იქ მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისით გამოწვეული სავაჭრო ეკონომიკური პრობლემები, თუნდაც ჩვენ სამეზობლო სივრცეებში ძალიან მოკლევადაში ტალღისებურად შეიძლება აისახოს ჩვენთან. ახლა უსაფრთხოების ჭრილიდან გლობალურ ეკონომიკურ ნაწილზე გადმოვიდეთ აქ რას ხედავთ? იცით, მე არ გახლავართ ეკონომისტი, ამიტომ სიღრმეებში ვერ შევალ. გასაგებია ჩვენ ახლა მაგრამ პოლიტიკის ჭრილიდან გამომდინარე, რამდენად ეხება პოლიტიკა ეკონომიკას და რამდენად ცვლის პოლიტიკა ეკონომიკას, აი ამაზე შემიძლია ვისაუბრო და ფაქტებით, რომელიც ჩვენს წინაშე არის, ხომ? როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ეს ყველაზე მეტად ნეგატიურად დაისახება ევროკავშირზე. ევროპაზე აისახება. ეს გამოიწვევს აუცილებლად ეკონომიკურ კრიზისს და ეს აისახება ევროპაზე. ზუსტად ისე მოხდა. ყველაზე მეტი ეკონომიკური კრიზისი ამ ომიდან გამოწვეული აისახა სწორედ ევროკავშირზე. ნაკლებად ძალიან ამერიკას, იმიტომ რომ ამერიკას შორს არის, ამერიკას აქვს თავიანთი რესურსი, დამოუკიდებელი რესურსი და მათზე ნაკლებად აისახა, თითქმის არასახულა იმდენად, მაგრამ ევროკავშირზე სერიოზულად აისახა. რა თქმა უნდა, ჩვენზედაც ნაწილობრივ, თუმცა ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ არ შევუერთდით სანქციებს და ჩვენი სანქციების შეერთება არაფერს აბსოლუტურად ცვლილებებს კლიმატს არ ქმნიდა, პოლიტიკურ კლიმატს არ ქმნიდა ევროპისთვის და რუსეთის წინააღმდეგ, სამაგიეროდ გადავარჩინეთ ჩვენი მოსახლეობა იმით, რომ შიმშილობა, ანუ ეს კრიზისი საქართველოზე არასახულა. მოდით ვთქვათ პირდაპირ, რა რუსეთ-უკრაინის ომის კრიზისი, რომელმაც სერიოზული ნეგატიური გავლენა იქონია ევროპის ეკონომიკაზე, საქართველოზე აისახა მცირედით. სერიოზულად არა, მაგრამ რაც შეეხება ეხლა სწორედ ირან-ამერიკის და ირან-ისრაელის ომის შედეგებს, ნავთობის გაძვირებას, ეს პირველი კიდევ რაზედაც აისახება, ისევ ევროპაზე აისახება, იმიტომ რომ ჩინეთის და ინდოეთის გემებს ჩვენ ვიცით, რომ ირანი ატარებს თავისუფლად მოძრაობენ, თუ კი ეხლა ვთქვათ ამერიკამ ბლოკირება არ გაუკეთა და საერთოდ იქ არ გახსნეს ცეცხლი, რომ ვთქვათ არც ერთი არ შევიდეს, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ანუ ეს ისევ ჩვენს რეგიონზე აისახება და ბუნებრივია, ნავთობის ფასი საქართველოშიდაც გაიზარდა ყველგან, სადაც ვთქვათ, რომელსაც ჰქონდა შეხება სწორედ ამ ჰორმუზის სრუტესთან, საიდანაც მათ მიეწოდებოდათ ნავთობი. ბუნებრივია საქართველოშიდაც გაიზარდა ნავთობის ფასები. ნავთობის ფასების ზრდა იწვევს ავტომატურად სხვადასხვა ფასის ზრდას, ხომ? იგივე პროდუქტებზე, იგივე სხვადასხვა რამეზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, იმდენად უკრაინის ომი არ აისახა ჩვენზე, ერთადერთი უნდა გაგვეძლო იმისთვის, რომ ჩვენ ომში არ ჩავრთულიყავით და გავუძელით, არ გავხსენით აქ მეორე ფრონტი, გადავრჩით, მაგრამ ის, რასაც ქვია, ვთქვათ, ირან-ამერიკის ომის, ამ ომისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც აისახება ნახევარ მსოფლიოზე, ნუ აღმოსავლეთზე ნაკლებად ალბათ, უფრო მეტად დასავლეთზე, ეს ალბათ ჩვენ შეგვეხება. გრძელვადიაში აღმოსავლეთამდეც მივა. გრძელვადიაში მივა, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთამდე, მაგრამ ჯერჯერობით მათ იმდენად არ ეხებათ, მაგრამ ეხებათ ისევ არაბულ სახელმწიფოებს, ეხება უფრო მეტად დასავლეთს და ასევე ეს ეხება კიდევ უფრო ნაკლებად ამერიკას. ანუ ამერიკას ჯერჯერობით თავი ქუდში აქვს. ქალბატონ თავად, სანამ ჩვენ გადმოვალთ საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმოხილვაზე, მანამდე გკითხავთ ძალიან ბევრი ანალიტიკოსი საუბრობს და მიუთითებს იმაზე, რომ ირანში მიმდინარე პროცესებით ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მიზანი არის ჩინეთის ენერგორესურსებისადმი შეზღუდვა, ამ მხრივ ფასის გაძვირება და მისთვის დისკომფორტის შექმნა. და ნუ გასაგებია, ეს ახალი ამბავი არ არის, რომ ამერიკა ცდილობს კონკურენტულ გარემოში, რაც შეიძლება მეტი სივრცე დაიტოვოს სათავისთვის, ვიდრე დაუთმოს ჩინეთს.
თუმცა არც ჩინეთია უკვე კერკეტი კაკალი და ჩვენ თქვენ ახსენეთ კიდევაც ჩინეთის როლი ამ მიმდინარე პროცესებში. ეს შეიძლება ასე ვთქვათ ჩანაფიქრია და ირანში მიმდინარე პროცესებით შორეულ ჩინეთისკენ მიდის შედეგები და ეს გაფრთხილი აქვს ასე ვთქვათ ამერიკას, მაგრამ აქვე ირიბი მიზანიც ხომ არ არის ერთ-ერთი ვთქვათ იგივე ევროპაზე ეკონომიკური ნეგატიური ზემოქმედება, რომ საბოლოოდ ევროპა, რომელიც პოლიტიკური გემოვნებითა თუ კონცეფციით სრულიად განსხვავდება ტრამპის ადმინისტრაციისგან და ჩვენ მათი პოლიტიკური დაპირისპირებაც ვიხილეთ ფაქტობრივად, აგერ უკრაინის პროცესის კონფლიქტის მოგვარებაში არც კი ჩართო პირდაპირ და რაღაცა სხვანაირი ჩართულობა იყო და არა ისეთი, რასაც მანამდე ძველი ადმინისტრაციის დროს ვიყავით მიჩვეული, ხო? ანუ ტრანსფორმირდებოდა თეთრი სახლი, ბრიუსელი, შემდეგ უკვე კონფლიქტის მონაწილე მხარეები და ახლა საერთოდ ბრიუსელის ელემენტი ტრამპის ადმინისტრაციამ ამოაგდო და ხომ არ არის მისი ერთ-ერთი ირიბი გასვლა, რომ ევროპის ეკონომიკური დასუსტება, რომ საბოლოოდ მის ვექტორზე არა მარტო ეკონომიკური დასუსტება, არამედ პოლიტიკური დასუსტებაც. მე აქაც ვისაუბრეთ თქვენთან მახსოვს ევროპის პოლიტიკურ როლზე ახალ გლობალურ პოლიტიკაში მის ადგილზე ევროპა შეიქმნა ამერიკული ფულით, ვიცით, როგორ შეიქმნა ევროკავშირი, იდეა სხვა იყო, მაგრამ ფინანსები იყო ამერიკული და ამერიკა დღემდე, აი უკრაინის ომამდე და უკრაინის ომითაც ეს ვიცით, ახლა ეს ბაიდენის და ერთობლივი პროექტი იყო, ამ ევროპა იყო მათი დასაყრდენი, ანუ ევროკავშირი იყო ამერიკული პროექტი. თავიდან ბოლომდე, ხომ? ევროკავშირის, რომელსაც ის აფინანსებდა და ყველაზე მეტი ფული სწორედ ამერიკიდან მოდიოდა, ამ პოლიტიკურ სუბიექტს იყენებდა მისი ინტერესებისთვის, მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის ამერიკა. მაგრამ იმდენად გაძლიერდა ევროკავშირი მთელი ამ წლების, ესე იცი საერთოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ ის პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც შექმნის შენთვის, ის ძლიერდება. და ევროკავშირი აღარ იყო უკვე სანდო პარტნიორი ბოლომდე ამერიკისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ აი უკრაინის ომამდე რომ ევროპა ნახევარზე მეტი ევროპა ან აღმოსავლეთ ევროპა მაინც თუნდაც გერმანია ჩვენ ვიცით ხომ რამდენჯერ მათ დაიჭიკავეს რუსეთის პოზიცია ანუ რუსეთის გავლენები იმდენად ღრმად შევიდა ევროპაში და იმდენად ძლიერი იყო ამ წლების განმავლობაში უკვე რომ ამერიკას ანუ როგორ გითხრათ წყალში გადაყრილი ფული იყო ფაქტობრივად ევროპაზე დახარჯული თანხა გაზი ეყიდა რუსეთისგან და არა ამერიკისგან მინიმუმს რა თქმა უნდა ბუნებრივია ამიტომ წავიდა ზეწოლა, ანუ პირდაპირ მიზანში ამოიღეს ევროპა და ევროკავშირი. ეხლა თქვენ წარმოიდგენთ ბაიდენის პერიოდშიდაც კი, როდესაც ეს ომი დაიწყო, ჩვენ პირდაპირ გავაკეთეთ ანალიზი, რომ ეს ომი პირველ რიგში დაასუსტებს ევროპას და ევროკავშირს და შესაძლოა სწორედ ესეც იყოს მიზანი. და ესეც იყოს ამ ომის დაწყების მიზეზი. ვნახოთ დღეს ჯერჯერობით ჩვენი ეჭვები მყარდება, ვნახოთ რა იქნება მომავალში. თუმცა ნახეთ დღევანდელი რეალობა როგორია. ტრამპი ძალიან პრაგმატული პიროვნება. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ მისი არაორდინალური გამონათქვამები, მესიჯები თუ ქმედებები რაღაც სხვა ელფერს აძლევს, მაგრამ არა. ის ძალიან დიდი ბიზნესმენია და საერთოდ მილიარდებს არ შეუვლობენ ჭკუის და გონების გარეშე, ხომ? ის საკმაოდ პრაგმატული პიროვნება და მან ძალიან კარგად იცის. მას არ უნდოდა პირველი პრეზიდენტობის პერიოდში, რომ სოფლიოს ორი პოლუსი, ანუ რუსეთი ჩაენაცვლებინა ჩინეთს და გვახსოვს მისი სიტყვა რომ ჯობს მსოფლიო გადანაწილებული იყოს ამერიკა რუსეთის ირგვლივ, ანუ ეს მეორადი სახელმწიფოები, ვიდრე ამერიკა, თუნდაც ამერიკა ჩინეთის ირგვლივ. მას არ სურდა ეს, მაგრამ ეს მოხდა, ეს შეცდომა დაუშვა ბაიდენმა, ხომ? მან რუსეთის დასუსტებით გზა გაუხსნა ჩინეთს ფაქტობრივად მსოფლიოში, ჩინეთი იმდენად მზად იყო უკვე ამ შემოცურდა როგორც ლიდერი, ახალი პოლიტიკური ლიდერი გლობალურ პოლიტიკაში, ეს არის უკვე რეალობა. ამ რეალობას წინ ვეღარ უდგას და ვერც ტრამპი. ტრამპის მიზანი ირანში ბრძოლა, რა თქმა უნდა, ერთი არის ჩინეთის დასუსტება, მაგრამ ეს ასუსტებს ისევ ევროპას. ევროკავშირი როგორც დამოუკიდებელი, რომელმაც მოინდომა დამოუკიდებელი პოლიტიკური სტატუსი ჰქონოდა და დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი ყოფილიყო გლობალურ პოლიტიკაში, უკვე ამის შანსს და საშუალებას აღარ აძლევენ უკვე ევროპას. პირველ რიგში არ აძლევს ამერიკა, იმიტომ რომ მსოფლიო მრავალ ვექტორული, მრავალ პოლუსიანი არის ქაოსი.
არ შეიძლება. ვერ გადანაწილდება მსოფლიო. ზოგი ანალიტიკოსი ამბობს, რომ მრავალპოლუსიანი ახალი გლობალური სამყარო იქნება. არ იქნება. იქნება, მაგრამ მე მაინც ფიქრობ, რომ მაინც ორი ძირითადი პოლუსი, ეს იქნება ამერიკა და ჩინეთი და უბრალოდ გაძლიერდნენ. რუსეთი შეინარჩუნებს ძლიერი სახელმწიფოს როლს, თუმცა ვერ იქნება ერთ-ერთი, ანუ მეორე პოლუსი მსოფლიოში დომინანტი ვერ იქნება, თუმცა იქნება საკმაოდ ძლიერი, მისი ჩამოგრევა ძალიან რთულია, ჩვენ ნახეთ, ხედავთ ეს წლები, სამხრეთის არაბული სახელმწიფოები ძალიან მაღალი ხმით საუბრობენ გლობალურ პოლიტიკაში, მათ ეს შეძლეს. მაგრამ ახლა მიმდინარე პროცესების ფონზე ეს სალაპარაკოს მათ რა თქმა უნდა, თუმცა ამ პროცესების შემდეგ ისინი მაინც შეინარჩუნებენ მათ პოლიტიკურ სტატუსს, მათ პოლიტიკურ ამბიციას და მე ვფიქრობ, რომ ისინი ვერ იქნებიან ლიდერი, მაგრამ ერთ-ერთი სერიოზული დომინანტები იქნებიან გლობალურ პოლიტიკაში. მაგრამ მე ვხედავ რა კონტურებს, რომ ტრამპი დარწმუნდა საბოლოოდ, რომ ჩინეთს ვერ გაწევს ლიდერის სახელმწიფოს პოლიტიკიდან, უნდა იმოქმედოს ისე შეასუსტოს და მეორე პოლისად აღიქვას ჩინეთი და დანარჩენი სამყარო და რაც მთავარია, ევროკავშირი და ევროპა, მე არ ვიცი როგორ შეიძლება გადაერჩინოს ევროპამ თავი, ევროპას შეუძლია თავის გადარჩენა, მათ აქვთ კიდევ შანსი, რომ თავი გადაერჩინონ, ოღონდ არა ლიბერალიზმით და ლიბერალური პოლიტიკით. ეს კიდე ცალკე თემა, მაგრამ ვნახოთ რა როლს, რატომ ჩავიდა ბრიტანეთის მეფე ამერიკაში. რა კულუარული მოლაპარაკებები. ჩვენ ვიცით, რომ ბრიტანეთს ძალიან დიდი წვლილი და წონა აქვს ევროპის პოლიტიკაში, ევროპულ პოლიტიკაში, ხომ? ბრიტანეთი და ამერიკა იყო მიუხედავად ევროკავშირში მისი არ ყოფნისა და ჩვენ გვახსოვს ბორის ჯონსონის სიტყვებით, როდესაც მან ბრექსიტის პროექტზე მუშაობდა, მან თქვა, რომ დრო მოიწურა ევროკავშირის, ახლა დროა ახალი კავშირების. ჩვენ გვახსოვს მისი სიტყვები, აქედან გამომდინარე, ალბათ რაღაც სხვა პროექტია ჩაფიქრებული, ალბათ ევროკავშირიდან, ბრიტანეთი და სკანდინავიის სახელმწიფოებიდან შესაძლებელია ჩვენ მივიღოთ კიდევ ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია, ვითომ ეკონომიკური ევროკავშირის ეკონომიკური ორგანიზაცია იყო თავი და შემდეგ მიიღო პოლიტიკური რა თქმა უნდა ბუნებრივია და შესაძლებელია მივიღოთ ახალი კავშირები. ეს არის ბუნებრივი მოვლენა პოლიტიკაში, ბუნებრივი პროცესები ხდება, როდესაც რაღაც პოლიტიკური კავშირები იქმნება, გარკვეული ათეული წლების განმავლობაში ისინი აღწევენ პიკს, თავიანთი არსებობის პიკს, ევროკავშირმა მიაღწია პიკს ნამდვილად, მაგრამ ევროკავშირის ყველაზე მეტი დარტყმა აქვს მისი ყველაზე არასწორი, ყველაზე მცდარი მიგრაციული პოლიტიკიდან გამომდინარე. თუ კი მათ თავის დროზე თავი გადაერჩინეს იაფი მუშახელით და დემოგრაფიულად საჭიროება იყო ერთი რომ იაფი მუშახელი ჰქონდათ, მათთან იყო ძალიან დიდი ერის დაბერება, ანუ დემოგრაფიული პრობლემები, არ იყო შობადობა და მოსახლეობის შევსება გააკეთეს, ნახეთ, მაგრამ დღეს დადგნენ იმ რეალობის წინაშე, რომ ეს შევსება, რითაც მათ გააკეთეს, გადაავსეს ერთია და მეორე, აი ეს ხალხი მიგრანტები, რომლებიცაც ყოველთვის ყველა ქვეყანაში მიგრანტებს, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყვნენ, თავიანთი პოლიტიკაში აქვთ. ის შეს პოლიტიკას არ დაექვემდებარება და ისინი თავიანთ პოლიტიკას ახორციელებენ ევროპაში. მაგრამ როცა რა თქმა უნდა, დიდი არიან, დიდი აქვთ, რა თქმა უნდა, და საერთოდ მიგრანტები და დიასპორა, ამ დოზის დიასპორა, მით უმეტეს ევროპულ სახელმწიფოებში, ეს არის საუკეთესო იარაღი. ამ შემთხვევაში უკვე მუსლიმანური სახელმწიფოებისთვის და არაბული და მათ შორის ირანი, თურქეთისთვისაც, რომ მათ მართონ ევროპა გარკვეულწილად. აქედან გამომდინარე ევროპას უკვე როგორც იტყვიან თავისი თავი აღარ ეკუთვნის. ევროპა არის მარწუხებში მოქცეული და ამიტომ ის არის ამ მიგრაციული პაქტით რაც ევროპა მიიღო. ეს საშინელი კანონი, რაზედაც აი თუნდაც მადიარის წინააღმდეგ გამოვიდა პოლონეთი, ბულგარეთი, ანუ ვინც არის მოსაზღვრე აღმოსავლეთ სამხრეთის სახელმწიფოები, ყველანი წინააღმდეგი არიან, რადგან მათ უნდა მიიღონ მთელი ეს დევნილების ტალღა, შემდეგ უნდა გადაახარისხონ და გაუგზავნონ წამყვან სახელმწიფოებს, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ისინი მიიღებენ ელიტარულ მიგრანტებს, ხოლო დანარჩენს დაუტოვებენ მათ. რა თქმა უნდა, ეს ამათ არ სურს და აი შესაძლებელია ბევრჯერ ვთქვი, რომ ეს მიგრაციული პაქტი შესაძლებელია გახდეს ევროკავშირის დაშლის საბაბი, იმიტომ რომ და ჩვენ საქართველოს ყოველთვის კონდეთ მათ რა თქმა უნდა, ეს იყო სერიოზული პრობლემა და ეხლა წარმოიდგინეთ პოლონეთმა რომ აკრძალა და ძალიან გაამკაცრა მიგრანტების მიღება, სწორედ ეს მიგრაციული პაქტი არის ამის საბაბი. ასევე უნგრეთმა და ასევე სხვა სახელმწიფოებმა. საქართველოს რა მხრივ ახსენეთ? საქართველოს რომ დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო იყოს
და ეს ამ მიგრაციული პაქტის ჩვენ რა თქმა უნდა ბუნებრივია და ჩვენ ვიქნებოდით ყველაზე ცუდ მდგომარეობაში და რატომ საქართველოს იქნებოდა საზღვარი ევროკავშირის ჩვენს რეგიონში და წარმოიდგინეთ რეგიონში ორი ომია განსაკუთრებით სამხრეთიდან ჩვენ ვიქნებოდით ერთგვარი გამტარი მიგრანტების მაგრამ ამ მიგრაციული პაქტის თანახმად ჩვენ კი ვეღარ გავატარებდით მიგრანტებს ჩვენთან უნდა დაგვეტოვებინა და საუკეთესოს წაიყვანდნენ და წამყვანი სახელმწიფოები დანარჩენს თან ჩვენ ვალდებულება გვექნებოდა და არ გვექნებოდა უფლება უარი გვეთქვა მიგრანტების უკან დაბრუნებაზე იმიტომ რომ ჩვენ ვალდებულება გვექნებოდა ისინი დაგვეტოვებით და შეგვენახა წარმოიდგინეთ საქართველოში სადაც უმძიმესი დემოგრაფიული კრიზისია და არ ვიცით იცე ვითვლით უკვე ახლა დაბადებულ ბავშვებს ხომ ამხელა მიგრაციული ტალღები რას უზამდა საქართველოს გაანადგურებდა დემოგრაფიულად გაგვანადგურებდა ხომ ამიტომ ეს მიგრაციული პაქტი არის დამოკლეს მახვილი ყველა იმ ქვეყნისთვის ვინც არის აღმოსავლეთ და სამხრეთის საზღვარი ევროკავშირის თურქეთი იყო ის იშვიათი გამონაკლისი რომელიც სირიის შემდეგ მით უმეტეს მიგრაციული დიდი ნაკადების კონტროლით ზემოქმედებას ახდენდა ევროკავშირზე ხო ისიც კანდიდატი ქვეყანაა მაგრამ არ ღებულობენ და რამდენი გრანტი სწორედ ამისთვის გაუციათ რომ ნაკადები არ გაეშვა და მხოლოდ დოზირებულად მომხდარიყო და გამოიყენებოდა ეს ევროპაში ძალიან კარგად არიან მიგრირებულნი გაბატონებთ ახლა დარჩენილი ბოლო რამდენიმე წუთი ჩვენი რეალობის მიმოხილვას დაუთმოთ ჩვენ გვაქვს ის მოცემულობა რომ უკვე მე რამდენი მცდელობა ოპოზიციური გაერთიანებისა როგორ განხეთქილება ახლა კიდევ ერთხელ მკლავ ჩანს იგივე მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიდან და ამ განცხადებებისადმი პოლიტიკურ გაერთიანებაში შემავალი სუბიექტების ნეგატიური შეფასებით აი ამ ხრივ რა პერსპექტივას ხედავთ და როგორია ანალიზი თქვენი იცით როგორ არის ჩვენ ვართ მაყურებლები უკვე რამდენიმე წელია ხედავთ სცენაზე მოთამაშე ამ ეგრეთ წოდებულ გაერთიანებულ დაშლილ დაქუცმაცებულ ერთმანეთის სიძულვილით აღსავსე ოპოზიციას და დავიღალეთ ამის ყურებით. ერთი და იგივე სცენარის ყურებით დავიღალეთ. მიშა ართმევს ლიდერობას, ამათ აღარ უნდათ მიშა როგორც ლიდერი, უნდათ განახლება და რებრენდინგი, მაგრამ ძველი სახეებით რებრენდინგი არ ხდება, ეს ელემენტარული აქსიომაა პოლიტიკაში. თუ გინდა განახლება და რებრენდინგი სახეები უნდა შეცვალო, ოღონდ სახლში კი არ უნდა გაუშვა, უნდა შეინახო შენ და გჭირდება ის გამოცდილი კადრები პოლიტიკაში და პარტიაში უნდა დაიტოვო, მაგრამ ახალი სახეებით განაახლო, ახალი იდეით, ახალი თემებით, რაღაცით ფორმალურად, ვიზუალი მაინც უნდა ათითხნო რაღაც სხვანაირად რომ ხალხმა სხვანაირად დაინახოს ესენი არაფერს არ ცვლიან აბსოლუტურად ცვლებლა არის მხოლოდ ის რომ მიშა არა ამ დანარჩენი ოპოზიციისთვის მიშა თავს იკლავს რომ არა მე უნდა ვიყო ისევ ლიდერი ართმევს ამ ლიდერობას და ნუ ვხედავთ ამ გასაცოდავებულ აი არ ვიცი ქიშპობას ლანძღვას ტელევიზიით სოციალურ ქსელში მე აღარ ვკითხულობ უკვე ძალიან დავიღალე და ცუდი როგორ გითხრათ განამებრალებიან აი საშინელი რაღაც სურათია საქართველოში და მარტო მე კი არა მათი მხარდამჭერებიც აღარ კითხულობენ უკვე იმიტომ რომ ისინი არიან ძალიან გაბრაზებულები მათი მხარდამჭერები მათგან ელიას რაღაც სიახლეს რაღაც ქმედებას ელიან ჩვენ ვხედავთ რას კაბინეტში ჩაკეტილი ოპოზიცია რომლებიც ვერ იყოფენ ჯერჯერობით აი ამ ეტაპზე არიან რომლებსაც 2 წელი აქვთ არჩევნებამდე წარმოიდგინეთ სადაც გადამწყვეტი ბრძოლა მოუწევთ 2 წლის შემდეგ ამ ოპოზიციას არჩევნებში საპარლამენტო არჩევნებში და ესენი ახლა დღეს ვერ იყოფენ თანამდებობებს ეხლა ჩვენ ხომ კარგად ვიცით მიშა რომ ლიდერობას ართმობს ესე იგი პირველ პირობას უმიცნებს ხომ აქედან სხვას უნდა ვიღაცას პირველი პირობა იქ მინისტრების პორტფელებიც ალბათ გადანაწილებული ალბათ საპარლამენტო სიას დაახლოებით შედგენილია 2 წელი როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეგრეთო გაერთიანების არა პერსპექტივა არაფერი 26 მაისის შემდეგ დასრულდება ამათი ეგრეთ წოდებული ერთობა ეს არის ერთობა რევოლუციისთვის აი დამიჯერეთ ესენი გეგმავენ როგორც მიშა აგზავნის იქედან მესიჯებს რომ ესენი გეგმავენ რომ არა ევოლუციის გზით ევოლუციური გზით შეცვალონ ხელისუფლება არამედ რევოლუციური გზით შეცვალონ ხელისუფლება ევოლუციას როგორც ილია იტყო და ჭავჭავაძეს ილიას სურვილი იყო რომ საქართველოს მომხდარიყო არა რევოლუცია არამედ ევოლუცია მაგრამ ევოლუციას ჭირდება განვითარება შენი განვითარება განათლების მაღალი დონე და ჭირდება საზოგადოების განვითარება და შემდეგ იმას თავისთავად მოაქვს უკვე ცვლილებები ხელისუფლებაში პოლიტიკური ცვლილებები ქვეყანაში რევოლუციას არ ჭირდება განვითარება პირიქით რევოლუციას ხელს უშლის განვითარებული ხალხი რევოლუციას ხელს უშლის განვითარებული საზოგადოება და მოაზროვნე საზოგადოება ხო ჩვენ ნახეთ ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რამხელა რეპრესიები იყო და
ის იმიტომ რომ რევოლუცია ეგ არის დაბალ დონეზე არის დაბალი დონის მოსახლეობაზე არის გათვლილი რომ სადაც არ არიან მოაზროვნე საზოგადოება აქედან გამომდინარე ამ ოპოზიციას არ ჭირდება მოაზროვნე საზოგადოება იმიტომ რომ მოაზროვნე ხალხის მათ ესენი არ მოეწონება ამიტომ მათი გათვლა არის მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციაზე გაბრიყვებული ახალგაზრდობა მეწოდებიან ეს მართლა ძალიან მიყვარს ყველა ახალგაზრდა და გული შემტკივა იმ ახალგაზრდებზე რომლებსაც ესენი აი ესე თავი სასარგებლოდ ათამაშებენ და ამუშავებენ. ნუ, მაგრამ ვიღაც მართლაც გააზრებულად დგას მაგათ გვერდით, იმიტომ რომ ვიღაცას მართლაც ჭირა მათი იდეების და იდეალების. აქედან გამომდინარე, ჩემი მოლოდინე არის ის, რომ ეს არის ერთობა რევოლუციისთვის, ეს არის დროებითი ერთობა. ისინი ემზადებიან ახლა, რომ 26 მაისს აჩვენონ მსოფლიოს, არა საქართველოს, არამედ მსოფლიოს, განაახლონ საკუთარი თავი და აჩვენონ, რომ ჩვენ ისევ ვარსებობთ. ეს არის მესიჯი მაგათი. ის კი არა, რომ ჩვენ მოვდივართ, ჩვენ ისევ ვარსებობთ. აი ამ მესიჯით მუშაობენ ახლა ესენი 26 მაისისთვის, რომ ევროპას დაანახონ, იმიტომ რომ ევროპა ჩაქრა. ჩვენ ხედავთ, რომ ევროპიდან ისეთი განცხადებებიც აღარ მოდის, როგორც მანამდე მოდიოდა, ხომ? 1-2 სადღაც გაიღვიძებს, რაღაც განცხადებას გამოუშვებს, მაგრამ ჩამქრალია მაინც ევროპის აქტივობა და ამათ უნდათ რომ გააცოცხლონ ეს აქტივობა. ამათ უნდათ არა მარტო ევროპის, არამედ ამერიკიდანაც ამოვიდეს რაღაც პოლიტიკური მესიჯები. აი ამისთვის აკეთებენ ესენი, რომ საერთოდ ესია პოლიტექნოლოგიების კუთხით არჩევნებამდე, როდესაც 2 წელი არის დარჩენილი, 2 წლის განმავლობაში თუ კი შენ ყოველდღიურ რეჟიმში, ანუ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობ პოლიტიკურად, შენ არჩევნებამდე შეიძლება გაგიჭირდეს მისვლა და ამ მრჩევლის ხმებს დაკარგავ. 2 წლის განმავლობაში 2 კულმინაცია მაინც უნდა შექმნა. ესეა ტექნოლოგიების კუთხით, კულმინაცია იმისი, რომ ხალხში ემოცია გააღვიძო, აიყვანო პროცესი რაღაც კულმინაციამდე, ემოცია გააღვიძო, გაახსენო შენი თავი, ამოქმედდე, რომ ქმედითი ეგონო, შემდეგ ეს ემოცია დაცხრება გარკვეულ პერიოდის შემდეგ კიდე მეორე ემოცია, ანუ კიდევ კულმინაცია შექმნა და უკვე მისული ხარ არჩევნებამდე, ანუ ემოციაში, ეიფორიაში მყოფი უკვე ხმებში აისახება. აი ესენი ამ ტექნოლოგიებს მიყვებიან, ეს ტექნოლოგიები ერთი და იგივეა, ჩვენ თუ ვიცით, ეს ამათ ამერიკიდან თუ რა ვიცი, ევროპიდან ჩამოვაქვთ, ახალი ტრენერი ჩამოუვიდეთ. რა თქმა უნდა, ამ ტექნოლოგიებით მიყვებიან, ეს ტექნოლოგიები ყველასთვის ერთია, თუ ისინი კითხულობენ, ჩვენ უკვე წაკითხული გვაქვს ეს და ვიცით. ამიტომ ამ კულმინაციებს ქმნიან ახლა ისინი, რომ ემოციაში მყოფი ამორჩეველი მიიყვანონ ყუთებამდე. მადლობა, რომელსობაში ამოიწურა ჩვენი საერთო დროც, მადლობა ანალიზისთვის. რადიომედის სტუდიაში ჩვენ ხალხის ძალის წევრს პოლიტოლოგს კალბატონ თამარ ჩიბურდანიძეს მას ვიზლობდით.